ახალციხის სოფელ წნისში ვარ. აქ არის ბიომეურნეობა, ელკანა ქვია ამ ორგანიზაციას, მათ აქვს საკუთარი ექსპერიმენტული ნაკვეთი და ინახავენ ძველ ქართულ ჯიშებს. ბოსტნეულის, ხილის, ასი აფორიაქებული ბოლოს როდის ვიყავი, არ მახსოვს. აქ მუშაობენ არაჩვეულებრივი ადამიანები, გულითადი, გულწრფელი სპეციალისტები ამ საქმის, როგორც აღმოჩნდა, ისინი ჩემამდე დიდი ხნით ადრე დაინტერესდნენ ამ საქმით. ყველა მიცის მე როგორ მინდა და მაინტერესებს ეს ამბავი, რომ ქართული ჯიშები არ გაიკარგოს და შეგროვდეს. ამ ნაკვეთზე თალმოყრილია ბევრი საინტერესო ქართული ჯიში, ბოსტნეულის, ხეხილის, ისინი არიან პირველები, ვინც გააკეთეს საუკეთესო კოლექცია ქართული ჯიშების, ხორბლის ჯიშების, რომლითაც ახლა ჩვენ ასეთი ამაყები ვართ. მათ რომ 20 წლის წინ არ დაეწყოთ და 25 წლის წინ ეს ამ ჯიშების შეგროვება და მოტანა და გამრავლება, დღეს ეს ჯიშები ჩვენ არ გვექნებოდა და ასეთი ამაყები არ ვიქნებოდით. აგერ პრასი ნახეთ როგორ ყვავის მაგალითად. სანახავადაც რა ლამაზია ნახე. და თესლი ბევრი გვექნება წელს. ათესლეთ ამწიფებენ ოხრახუშს, შეხედე? ნამდვილი ოხრახუში ეს წვრილფოთლიანი ქართული ნამდვილი წვრილფოთლიანი ოხრახუშია. კამა და ცერეცო, ქართული სალათი აქვს, ქართული რეჰანი აქვს, ქართული ქინძი აქვს. კალენდულას ამრავლებენ საფურნალო ბიზნებისთვის და ძალიან ბევრს აშრობენ. ბოლოკის თესლი დავინახე რომ აქვს, ეს სალათია. თუ პირიქით ეს ბოლოკია და ის სალათი. თესლი კარგი იქნება წელს ამ ქინძის. აუ როგორი არომატი აქვს შეხედე ერთი. ნახე რა არის. ნამდვილი და კარგი. გადასარევი. შეხედე როგორი ქონდარი აქვს. დასურნელი ტრიალეთი. გაშინჯო. აგერ ქალბატონმა ლალი მომართვა. მაგრამ ვერ გავშინჯო გოურეცხავად დაღახიანი. არ უნდა მაგას გარეცხო, ეს მიშხაბუნებული არ გეგონა. ეს არის უსუფთესი. უსუფთესი ყოფილა, კაი გავაბრიალოთ. მოკლედ ძალიან გახარებული ვარ და კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით, იმიტომ რომ გონია რომ ჩვენ კარგი მეგობრობა და თანამშრომლობა გამოგვივა. ეს ის ხალხია, რომელიც ძალიან უფრთხილდება ქართულ ჯიშებს, ძალიან უვლის ამ ჯიშებს, ამრავლებენ, ახარებენ და შემდეგ სიამოვნებით ანაწილებენ და არიგებენ. კაი თუ მოკვდი გვეცოდინება რომ გაურეცხავი კიტრიბჯამე. ყვახები დაუთესიათ ისიც და ესეც. მოდი, შეხედე მარიამ. ნახე რა ხელებია. უკვე აი. ჩკინობრე. ამათი მიზანია რომ გამოიყვანონ თესლი შეინახონ და მიზანიც ეს არის, სხვა რა მიზანი უნდა კონდეთ. საზამთროები. აქ ყველაფერი მოყავთ ბიოლოგიურად არაფერს არ ასხურებენ. სასუქს არ აძლევენ, რომ ჯანსაღი და ჯანმრთელი იყოს. ასეთი პატარები არც მინახავს და გადასახადებია. პატარა საზამთროკა. აქ ნესვი აქვს, ეს ის ნესვია, ნახე. ძველი რომ იყო, მსხვილი ნესვები რომ იყო წინა. გაქვიოდა მაგას. ასეთ დაკლეტკილი ძველებური ნესვები, მუხანესვი აწერია კიდეც. მუხანესვი. იქეთ ათესილი აქვს თელი, გრძელი კვლები, ნამდვილი ღომის ღომი, ცულისპირა, მუხუდო, ძაძა, არაჩვეულებრივი პარკოსნები. კალენდულებს კი ხედავთ რამდენი აქვს და კრეფენ როგორც ჩანს, იმიტომ რომ მოკრეფილია სულ აი თავები. მოწყობილია და აშრობენ ალბათ სამკურნალოდ. თერაპიის სახლიდან გვახლავს ჩვენ ახლა სპეციალისტი და ის უძღვება ამ ამბებს ამ სამკურნალო მცენარეების ნაწილს. თესლებიც ნახოთ მაგიდასთან ძალიან მაინტერესებს. ძალიან მომწონს ეს ამბავი და მიხარია და ძალიან დიდი წარმატება მინდა უსურვო ელკანას და მადლობა გადაუხადო ყველას, ქალბატონ ნანას, ქალბატონ ვალის და ყველას ვინც შრომობს აქ ადგილობრივები მუშაობენ და ლევანი გავიცანით აქაური და ყველას დიდი მადლობა. ეს დიდი საქმეა. შეიძლება არ ჩანს ეს ისე დიდად, მაგრამ ძალიან დასაფასებელი და პატივსაცემი ამბავია.
ძალიან. ჩემთვის ამაზე დიდი სიმდიდრე არაფერი არ არის. და ამაზე უფრო ქართული საქმე მე არ მეგულება. ეს არის ჩვენი ოქროს ფონდი. ეს რომ დაიკარგება, ჩვენ აღარ ვიქნებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მგონია. თქვენვე მოგყავთ, თქვენვე თქვავთ და თქვენვე აცხობთ. ამას ქვია საქმე. აკაია. ნამდვილი პურის პური. რომელი ჯიში ესა? მახარიო. მახა. მერტო რა კაია. რამისი გემრიელია. ძალიან გაწვალეთ ხო ამ სიცხეში. როგორ არა? ძალიან კაია. კაი საქმეს აკეთებენ ძალიან. ამაზე კაი რა უნდა იყოს, ნახე. სამკურნალო მიზნებისთვის. კალენდულა. აი ასე გმასპინძლობენ ბიომეურნეები. თავიანთი გამომცხვარი, თავიანთი მოყვანილი დაფქვილი და გამომცხვარი პური. ნახე როგორი ნაჩვრეტებიანი ყველი. თქვენია ხო? თქვენი ყველია. რამდენი ყავთ ძროხა? 4. კიტრი, ეს ის შავკუჭა ლობიოა, რომელიც დადაღული ხახვით კეთდება. ძალიან გემრიელი რამეა. მეტი რა უნდა ადამიანს ბედნიერებისთვის. წვანილები ნახე, ყველაფერი ბოსტნიდან. ნახე რა კაი, ამაზე კაი რა უნდა იყოს.